მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ დღეს ესეთი გაშლა გავაკეთოთ ჩვენ რა გეგმები აქვს სამყაროს შენ პირად ცხოვრებაზე. ხო? აი ეს ვკითხოთ, პირად ცხოვრებაში არა მხოლოდ ურთიერთობა პარტნიორთან შედის, სხვადასხვა თემებით შეიძლება გამოვიდეს და ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენი სიგნიფიკაცია და მე რამდენიმე ტაროს ავიღებ და ვკითხავ უკვე გეგმებზე, ხო? მოკლე სიგნიფიკაციას გავაკეთებ. ეხლა რა ხდება თქვენთან? ცოტა შუქი მინდა რომ გქონდეს ჩვენ უფრო მეტად. ნახოთ აბა. კარგად რომ დაინახოთ თქვენ. ვნახოთ ახლა ჩემო ლამაზებო, ამა ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა. რა ენერგიაში მყავხართ? ისუნია მყავს, გოგო მყავს, არა უშავს იყოს როგორც არის. Так, პრინციპში ნახეთ, ახლა რა ხდება, მოდით ასე ვთქვათ, რომ ახლა თქვენ აქ ახალი მთვარეა პრინციპში. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ახლა შეიძლება ვიღაცას, აი თუნდაც ერთი თვე მაინც დაახლოებით შეიძლება თქვენ გქონდეთ ესეთი პერიოდი, რომ თქვენ რაღაცა შინაგან ბრძოლაში იყავით აქ თქვენს თავთან. ბიჭებისთვის არის ინფორმაცია, რომ მთვარე არის უფრო ქალის ენერგია, შეიძლება ბიჭები ნერვიულობდნენ, თქვათ, ახლა იმის გამო, რომ სიტყვაზე აქ დაასრულეს, ან რაღაცა გამოვიდნენ ურთიერთობიდან და ამის გამო რა, აი ის რომ თან როგორი მომენტია, იცით? აქ თქვენ პრინციპში უკვე უნდა ხვდებოდეთ იმასაც, რომ ეს სიტუაცია, რომელიც თქვენ გახელავდეთ, გახელავდეთ, ხო, სწორია. უკვე არის თითქოს იძიება. აი ნახეთ და შენ ახლა უკვე აი აქ ესეც შტაბიჭდილება არის, ნახეთ, რომ თითქოს აი აქ ახლა თქვა შეიძლება ადამიანი უყურებს თავის ანარეკლს, ნახეთ როგორ არის აქა და კიმთ და ფიქრობს, რა გავაკეთო, ხო? გადავრჩე თუ თქვათ ახლა გადავხვდე რა, ანუ ეგეთი რაღაცა, მაგრამ ეს არის ზუსტად შინაგანი ბრძოლა და ამიტომ არის ეს მომენტი, რომ თქვენ ახლა ისეთ ენერგიებში ხართ, რომ უკვე რაც გაღელვებდეთ, რაც განერვიულ გამოდიხართ, უკვე თითქოს აი დაინახეთ თქვენ ეს თქვათ შუქი რა, იმაში რა ქვია, ტუნელში რა, როგორ არის ქართულად ტუნელი, როცა აი თქვათ ის ღრმულში რა და აი ზუსტად ეს არის ეს მომენტი, როცა მე უკვე უყურებ აი და შეიძლება კიდე თქვენი გეგმები ეხლა დღეს, გახელვებენ რა, იმიტომ რომ ვფიქრობ რა გავაკეთო, ახლა არ არის აუცილებელი თქვათ ეხლა პირად ცხოვრებაზე, ხო? მოდით ეხლა ჩვენ როგორც ენერგია ისე წავიკითხოთ, რომ ბევრისთვის იყოს ეს გასაგები. იმიტომ რომ არის მომენტები, რომელზეც ჩვენ გვანერვიულობთ. ეს შეიძლება იყოს სწავლის თემა, ეს შეიძლება იყოს სამსახურის თემა, შეიძლება ფიქრობთ, რომ აი თქვათ მინდა გავაუმჯობესოს, თქვათ, შეიძლება ზოგიერთ სულაც ახლა თქვათ გზაზე აპირებს წასვლას და ფიქრობს, გეგმავს, აი როგორ ჯობია, რანაირად რა გამომადგება, თქვათ, აი ჩემთვის, იმიტომ რომ აქ უკვე არის ეს, ნახეთ, ფიქრობ იმაზე ზუსტად, რომ აი ეს პაზლები, ხო იცით ეს თამაში რო არის, თუ რაღაც რა ქვია ქართულად, როცა მე ვფიქრობ რა, როგორ, რანაირად, ყველაფერს ვგეგმავ, ვფიქრობ. ბევრს ფიქრობ, აქ შეიძლება დაჟე სხვადასხვა ადამიანს გქონდა პერიოდი, როცა იყო მარტო, შეიძლება რაღაცას თქვენ სწავლობდით სხვათა შორის და შეიძლება ფიქრობდით, რომ აი რაღაცა არ გამოგდიო და მჭირდება, არ მჭირდება, მაგრამ მე ახლა უკვე თითქოს რაღაცა უკვე სამიანი ეს არის, როცა უკვე რაღაცა უკვე გამომდის. უკვე რაღაცა გამომდის, ანუ უკვე რაღაცას თქვათ, მე ვგეგმავ, ხო, უკვე დაჟე ვგეგმავ კი რა, უკვე გეგმას ვახორციელებ. ამიტომ სიტყვაზე შეიძლება ფიქრობდე, წავედე, არ წავედე, თქვათ, მე ადეკი და უკვე თუნდაც გაიგეთ ბილეტები რა ღირს სიტყვაზე, ხო? აი ესეთი ენერგია, როცა ადამიანი, რასაც სანერვიულო გქონდა თქვენ რაღაცა მომენტები თქვენ აქედან უკვე გამოდიხართ, კი დასრულდა ეს პერიოდი და უკვე პრინციპში თქვენ მიუახლოვდით იმ პერიოდს, როცა
სიტუაცია არის უკვე აი კარგად უნდა იყოთ, მშვიდად უკვე უნდა იყოთ და შეიძლება აქ იყო ეს მომენტები, ნუ მოდით როგორც ენერგია ხო გითხარით, აი იყო რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვენ განერვიულობთ და რომელიც თქვენ ვერ იღებდით, თქვათ, საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ეხლა უნდა იყოთ ისეთ ენერგიებში, რომ უკვე მივიღე რაღაცა და აი გადაწყვეტილება და დავმშვიდი. აი ასე ვთქვათ, ხო? რომ ჩვენ ახლა ენერგიებით რო წავიკითხოთ და ახლა ბევრი აქ არის მასაყვა და ნახოთ ახლა რას გიგზავნის თქვენ სამყარო. ეხლა ვნახოთ რომელი არხზე დავდო, შეიძლება დავდო სადაც მოკლე გაშლები, მაგ იქით შეიძლება დავდო და მე უკვე სხვა თემაზე ჩავწერ გრძელ გაშლებიან არხზე. კარგით, ვნახოთ ახლა რამდენი ხანი დამჭირდება. აქაც. იმიტომ რომ ახლა ეს არხი არის, მოკლე გაშლა საერთოდ უყვართ ახლა ყველას არ უყვართ. ნუ არა უშო, всё. ვნახოთ ახლა ეს იგი რას, აი სამყარო აგერ გამოვიდა, ხო? თქვენ პირად ცხოვრებისთვის, ხო, აი რას გიმზადებენ თქვენ. პერიოდიც არა ვეღოთ ბევრი, მოდით ახლა მაქსიმუმ 3 თვე, მოდით აი ასე ვთქვათ. ესაც იმათთვის, ვინც ახლა 3 თვის даже განმავლობაში. შეიძლება თქვათ ახლა თვეც შეგიძლიათ თქვენ აიღეთ 3 თვემდე რა პერიოდი, აი ასე. თქვენ პირად ცხოვრებაში რას გიმზადებს თქვენ სამყარო ვნახოთ. აი აქეთ იყოს ეს დასთა ხო? აქეთ რო ადგილი გვაქვს. აჰა, ნახეთ აქ სამიანი ხო ხედავთ? აი ეს არის, ნახეთ პირველ რიგში, აი ეს თქვენი მერყეობა. ხო ხედავთ რა? აქ შეიძლება მართლა იყოს სიტუაცია, როცა თქვენ დაუშვათ, ახლა ყავდეთ აი თქვენი ხმალების მეფე, ჩვენი საყვარელი ხო? ნერვებს რომელიც გიშლით ხოლმე. და დაუშვათ იყოს სიტუაცია, რომელიც თქვა თქვენ ახლა, ნუ ვერ იღებთ, даже ხმალების მეფე არის იმპერატორი, გოგოებო, იმპერატორი. ხმალების მეფის ენერგია წამოვიდა, რატომაც ჩემთან, მაგრამ ეს არის იმპერატორი. ანუ რას გიმზადებს თქვენ სამყარო? ყოველ შემთხვევაში ბიჭებო, თქვენთვის დავუშვათ, აქ ეჭველი არის, რომ თქვენ რაღაც გზაში ჩამოყალიბდებით, თქვენ მიხვდებით, აი ვისაც ბიზნესი აქვს, მოდით კიდე ისე ვეთქვი, რომ თქვენ შეიძლება ფიქრობთ, აი რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, თქვენ ახლა აქ უკვე ნახავთ, აი უკვე ისედაც ხართ, უკვე ფიქრობთ დავუშვათ, აი აქ რა გავაკეთო, უკვე მაგრამ აქ რა გავაკეთო არის უფრო მეორე ენერგიაში. აქ უკვე ვიწყებ, ვაკეთებ, რას მომიტანს, ვფიქრობ, მაგრამ აქ ახლა იმპერატორის ენერგია, ანუ თქვენ ახლა პირადი ცხოვრება, საქმიანობაც არის ჩემო სიხარულებო, იმიტომ რითიც ყველაფერი შეიძლება თქვენი ხობიც იყოს, ეგაც პირადი თქვენი ცხოვრება რო იცი, ანუ ყველაფერი რაც ეხება თქვენ. და არა მხოლოდ კიდევ ერთხელ გეუბნებით ურთიერთობას. ამიტომ აქ შეიძლება იყოს მომენტი, რომ ვიღაცა დაუშვათ თავის იმპერატორის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მას თქვათ ახლა ნუ აწუხებდა და იყო აი ესე 50-50-ზე ფიქრობდი თქვათ ახლა დაუშვათ მე ახლა გავაგრძელო ეს ურთიერთობა, დავასრულო ან კი, აი ეს მომენტია, კი უფრო. კიდე ნახეთ აქ რა ხდება გოგოებო და ბიჭებო. ბიჭებისთვის ახლა ნუ ახალი შეხვედრა მოდით ასე რომ ვთქვა, ზოგისთვის იქნება მომენტი, რომ თქვენ ნამდვილად გაიცნოთ, ორიანი მაინც არის უკვე რაღაცა საწყისი თემა. შეიძლება აი იმიტომ გვაჩვენებენ მერყეობას, რომ შეიძლება შემოვა თქვენ ცხოვრებაში ვიღაც ადამიანი, მაგრამ თქვენ ჯერჯერობით იქნებით როგორ ენერგიაში, აი არ ვიცი, მიღირს, არ მიღირს. ზოგისთვის სხვათა შორის არის რატომ მერყეობს კიდე. მე ახლა მითქვა ბევრი რომ ჩვენ ახლა უფრო დაუშვათ აი ცუდი რაღაცა რო შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ჩვენ ახლა კი ვიცოდე ეგრეც რა, მასე რომ მოხდებოდა. აი როცა რაღაცა კარგი შემოდის, ჩვენ გვაქვს ეჭვი, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს ახლა კი ქონდა დაუშვათ, კი მეც ასე მეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე ყველაფერი გაგვიშთა და ახლა არავისი და არაფრის ნდობა არა მაქვს. ესეც გამიგიარა ერთხელ. მესმის თქვენი, მაგრამ ნუ აქ გეუბნეთ თქვენ პირად ცხოვრებაში, ესე იგი პირველი ვარიანტი იქნება ის, რომ თქვენ რაღაც ახალ საქმიანობას დაიწყებთ და მართლა თქვენ ახლა იმის მიუხედავად, რომ თქვენ აქ რაღაცას მერყეობთ, ფიქრობთ, რომ მეყოფა თქვა, შეიძლება ნუ ბიზნესი დავუშვათ, ფული მეყოფა თუ არ მეყოფა, დავიწყო, არ დავიწყო, გამომივა, არ გამომივა.
ან ჩემი გეგმები განხორციელდება თუ არა, თქვენ აქ ესეთი პროფესიონალიზმის ჩართავთ, რომ ძალიან მაგრად წავა ეს თქვენი საქმე. ეს ერთი. ურთიერთობას რაც ეხება თუ არ გაინტერესებთ სიტყვაზე საქმიანობა, აქ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის შემოვა თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რომელიც თქვენ ნამდვილად აი გაგიკვირდებათ რა. იმიტომ რომ აქაც შეიძლება ადამიანი ახლა მარტო ხო გითხარით, იყო დიდი ხანი და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მორჩა შეიძლება ინტერნეტში შეხვედით თქვენ და თქვით, რომ აი ჩემ ანკეტას დავდებ და აბა გაიცო, ან სურათებს წარვდებდე და აი დავდე, თქვათ, ხო? ანუ რაღაც ყურადღებას იზიდავთ მთვარე, მიხვდით? ან შეიძლება ადრე-ეგრე არ იყო და ან მერყეობდე დავდო არ დავდო სურათები და დადეთ და უცბად და თქვათ ინტერნეტში იმდენი ნახვები არის, ნუ იმდენს დაინტერესდეთ თქვენ დაუშვოთ, ხო? კიდე აქ რა არის? და აქ რა იცვლება, რა მიდის? დარდები თქვენი, ხო? კი. ნუ აი თქვენი ცხოვრება აქ შეიცვლება, ხო გეუბნებით, რომ აი აქ თითქოს რაღაცა როგორც იყო არ იქნება. აქ რა არის, იცით? როცა უკვე რაღაცა თქვენი პერიოდი დასრულდა, რომელიც უკვე აღარ დაბრუნდება ტრანსფორმაცია, ეგ არის. ნუ ეს პრინციპში ელემენტარულად რო გაიგოთ, ხო მთელი ცხოვრება ერთი და იგივით ხო არ ცხოვრობ სიტყვაზე, ხო? მომენტებით რაღაცა შეიცვალა, ან უფრო კარგი გახდა, ან ცოტა ისე გახდა, ან ასეთი ცხოვრება მქონდა, ეხლა ისეთი ცხოვრება და აი ესეთი, აი ეს არის ტრანსფორმაცია, როცა რაღაცა პერიოდი დასრულდება და შემოდის რაღაცა ახალი პერიოდი. აი აქ შემოდის უკვე თქვენი დარდე აქ მიდის, რაღაცა რასაც თქვენ გაუშვით მიდის და უკვე თქვენი ნახათ როგორი ბედი იცვლება თქვენი ცხოვრების ბედი იცვლება აქ შეიცვლება აქ რაღაცა თქვენშიც იცვლება თქვენ ცვლით რაღაცას იმიტომ რომ თქვენ საბოლოოდ აქ დატოვებთ დარც საბოლოოდ უკვე იტყვით რომ შეიძლება даже აქ ადამიანი რომელიც იყო თქვენთვის აი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი შეიძლება თქვენ საბოლოოდ აქ დატოვებთ დარც. ეხლა ნახეთ, იმპერატორი ახლა აქ კიდე რა არის, რას ნიშნავს, იცით? ახლა აი ეს პოზიცია, როცა შეიძლება იყო თქვენ ცხოვრებაში ესეთი ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, მაგრამ თქვენ ახლა გადაწყვეტილებას შეიძლება ვერ იღებდით რა ვქნა. დავასრულო თუ გავაგრძელო თუ დავტოვო თუ რა გავაკეთო. აი აქ თქვენ მიიღებთ უკვე 100%-იან გადაწყვეტილებას. აქ იმიტომ რომ თქვენი ბედიც იცვლება. აი განულება, აი ეს მაღლა აქ რა. ჩემოსწავლებისთვის საყურადღებოს, ხო ხედავთ იმპერატორი მე 13 ნული. მიხვდებით თქვენ რასაც გეუბნებით, რა ეს პოზიცია. საიდან ვიღებ ინფორმაციას? რომ მეკითხებით ხოლმე, საიდან ვიღებთ ინფორმაციას? აი აქედან ვიღებთ, ხო განახეთ. აი ეს არის განუნება მოხდება და ძალიან დიდი ცვლილება და ეს ასეც უნდა ყოფილიყო თქვენ უნდა გამოსულიყავით რაღაცა ბლოკებიდან უკვე მაღალმა ძალებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება რომ მორჩა ამის გადაწყვეტილებით დავასრულეთ და უკვე აღარ არის საჭირო აქ კიდევ გაიმარჯვოთ თქვენ რაღაცას რა არა მოერევეთ გოგოებო მოერევეთ თქვენ სიტუაციას რომელიც ეხებოდა აი აქ ხო გეუბნებით თქვენს რაღაცა ხმალების მეფეს თქვენ ახლა даже შეიძლება როგორი თემა არის შეიძლება მოვიდეს ეგა და კიდევაც რაღაცნაირად თქვა ახლა შეგახსენოს თქვენი ნუ თავისი თავი მაგრამ თქვენ აღარ შეხვალთ ამ ურთიერთობაში იმიტომ რომ თქვენ მოერიეთ უკვე ამაზე თქვენ აირჩევთ თქვენს თავს და თქვენს მომავალს ამ ადამიანთან არა იმიტომ რომ აქ კიდე აღარ წამოეგებეთ მაგის თქვათ манипуляციებს რა შეიძლება აქ ცოტა ესეთი ტიპი არის იმიტომ რომ მაინც იმპერატორი ყოველთვის ესეთი ხასიათი არის რა ტიპი და ამიტომ ახლა რადგან თქვენ აქ უკვე ესეთ ენერგიებში ხართ რაც გითხარით რომ გადაწყვეტილებასაც იღებთ თქვენ აქ თქვენს თავს ირჩევთ კი ეს ადამიანი იყო მნიშვნელოვანი კი ამ ადამიანმა ბევრი რამე გააკეთა თქვენთვის და თქვენ ცხოვრებას და იმ თავისი ტყუილებით სიმწარეებით манипуляციები და ასე შემდეგ გაგზარდა და თქვენ ახლა ჩამოყალიბდეთ და გახდეთ აი ძალიან მაგარი ადამიანი რა ახლა ისეთი რომ ხო გეუბნებით შეიძლება აი თუ ვინმე გადაწყვეტილებას სხვათა შორის აი აქ კიდე ნახათ როგორ შემიძლია დაუბრუნდე რომ შეიძლება თქვენ გინდოდეთ ინტერნეტ სივრცეში გასვლა და გეშინოდეთ აი თუ გახვალთ იცოდეთ რომ ძალიან მაგრათაც გამოჩნდებით ასე თქვა გაანათებთ ძალიან კარგი პოზიცია იმიტომ რომ აქ ახლა
თქვენ თვითონ სხვადასხვა ეს პერიოდი აი ამასთან ხო ვისაც იღავთ აი დააკვირდეთ ზოგი თქვა გაახალგაზრდავდა ზოგი თქვა შეიცვალა ზოგმა გაიკეთეთ რაღაცები თქვა ეხლა პროცედურები შეიძლება სტილი შეცვალეთ რაღაცა გააკეთეთ თქვენ ისეთი ზოგი შეიძლება გახდეთ ცნობილი სიტყვაზე აი ეს ემოციებს რო თამაშობდა ეს ადამიანი ეს მაგის აი ეს ყველაფერი დაგეხმარა თქვა ეხლა რაღაც მომენტებში თქვენ ხო ან შეიძლება კარგი თემები გქონდეთ თქვა ნუ არ ვიცი იმისთვის რომ ვინც თქვა დაუშვათ აქ მუშაობს ინტერნეტ სივრცეში რა არ ვიცი ხან სხვადასხვა ადამიანები მიყურებს ამიტომ ეს შეიძლება ვინმესეს აქტუალური იყოს აი მაგალითად მსახიობებისთვის ხო ზოგჯერ ახლა ეს ტრაგიკომედიები რომელიც ხდება მე ძალიან მაგრად ეხმარება თქვა როლებში ну აი ასეთი რაღაცა. ანუ დაგეხმარებათ ყოველ შემთხვევაში ძალიან აქ ვიღაცას მართლა აი ეს სიტუაცია რომელიც იყო თქვენ მართლა მიგიყვანთ იქამდე რომ თქვენ რაღაც ძალიან ვარსკვლავი გახდეთ გოგობა ეს ვისაც ვთქვათ მსახიობები ხართ ან ბლოგერები რა ვიცი. так, всё, ნახოთ ახლა კიდე ერთი მინდა შემოგთავაზოთ, აბა კიდე ერთი რა კიდე სხვადასხვას გითხოთ, რა კიდე რა მოგაქვს, რა მოდის თქვენ პირად ცხოვრებაში, სამყაროს ახლა კიდე რას გიმზადებთ, ნახოთ თქვენ პირად ცხოვრებაში. რას უნდა ელოდოთ? так, ну აქ პრინციპში რა აქ არის როგორი სიტუაცია თქვენ აი აქ პირად ცხოვრებაში ვისაც გქონდა თქვათ მომენტები რომ არაფერის ძვრა არ იყო შემიძლია რა გამოდიხარ თქვენ კი ბატონო აი ეს რა ხდება იცით რა არის ნახეთ ახლა მოგიყვებით რას შეიძლება ნახეთ ეხლა თქვენ ხართ როგორ ენერგიაში სიტყვაზე არ მინდა არანაირი გაცნობა არ მინდა არანაირი ურთიერთობა არ მინდა არანაირი საერთოდ ეხლა ახალი ურთიერთობები და რამეები მაგრამ სამყარო აგიგზავნით თქვენ ახალ ადამიანს რომელსაც ჯერ არ იცნობთ მიხვდით რომელიც თქვენ რაღაცაში დაგეხმარებათ თუნდაც აი ამ გამოსვლაში რა რომ ანუ იმ სიტუაციაზე რომ არ მინდა კიდე აქ არის სიტუაცია როცა შეიძლება გქონდათ თქვენ რაღაცა პრობლემა ფინანსური თქვა დაუშვათ გჭირდებოდეთ თანხები და სულ იყავით აი რაღაცნაირად რომ აი როგორ გითხრა აი მოლოდინში რა აი როდეს შემოვა როდეს იქნება როგორ თქვა ხელფასი როდეს მომცემენ თქვა რაღაც ანუ ხელფეხი გქონდეთ შეკრული რა ვერ მართავდით აქ აუცილებლად უნდა შემოვიდეს მაგრამ რაღაცა ახალი წყაროდანაც ვიღაცა მიიღებს ამო კი ну ახლა თუ დაუშვათ კლიენტებთან მუშაობთ კლიენტებისგან ხო ან შეიძლება დაუშვათ თქვენი კოლექტივი თუ ხართ ну რაღაც ხო გეუბნებით აქ არის ნახეთ კრიზისული სიტუაცია გქონდა ძალიან რა ფინანსებში შემიძლია გითხრათ ну კიდე ეს გუგავენ господи боже мой ვიღაცასთან ურთიერთობაზე შეიძლება თქვა დაუშვათ თქვენ ნერვებს გიშლიდა ახლა ნახეთ რას გეტყვით ეხა იცოდეთ, როცა თქვენ დაუშვათ ხართ სიტუაციაში, როცა თქვათ ურთიერთობაში მიდის რაღაცა პრობლემები. თქვენ თლიან ენერგიას ასხავთ იმ სიტუაციას. აძლევთ, იქ მიდის თქვენი ენერგია. და ეს თქვენი ენერგია, სადაც თქვენ რაზეც ფიქრობთ, იქ მიდის, ხო? ესე იგი, სხვა სფეროებს აკლია. ამიტომ მე ეს სხვა სფეროებიც მოიკოჭლებს. ამიტომ გეუბნებით რომ სულ ყველა ეს სფეროები სამივეს რო ვიხილავთ ხოლმე არიან ერთმანეთთან დამოკიდებული ხო და აი ეს მომენტი არის ზუსტად რომ შეიძლება თქვათ აქ მოხდეს ნუ ეს თუ დაუშვათ ფინანსური თემა ცოტა მოიკოჭლებს იცოდეთ რომ თქვენ იმიტომ რომ არასწორად ენერგიას ნუ უშვებთ რა ნერვიულობა რომ აი რა იქნება ჩვენ შორის რა არის აი აქ კარგი იყო ეს პოზიცია გითხრას რომ დასრულდება მაგრამ აი აქაც გვეუბნებიან რომ პრინციპში გამოდიხარ თქვენ ამ სიტუაციიდან რომელიც იყო თქვენთვის ცოტა ისეთი ენერგიით
ну აი იმიტომ რომ უენერგიო დარჩეთ რა. გამოდი, აი всё, ენერგია წავიდა, სად მიდის ფულის თემაში. კი ბატონო. ესე იგი, ნახეთ გეტყვით მე თქვენ. მიიღებ თუ არა თქვენ გადაწყვეტილებას, რომ მორჩა, მე არ ვზივარ, არ ზგლოვობ, არ ვნერვიულობ, არაფერს, всё. აი აღარ მინდა უკვე ეს ტყვილი თქვათ ახლა აქ ფიქრები, ხო? დაამუშავ. შემოდის ენერგია თქვენთან, იმენა კაცში შედეხართ, ფინანსური მდგომარეობაც თქვენი ლაგდება, მიხვდით? უბრალოდ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ კიდე ხო გითხარით, ვიღაცა ახალი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს. შეიძლება თქვათ, ეს ადამიანი სამსახურებრივი თემით შემოვიდეს თქვენთან და ეს არის აი შეგავსებს მაგარი ენერგიით, ხო თქვენ? ჩართეთ თქვენი ცოტა ცივი გონება, კი? დატოვეთ წარსული წარსულში, დატოვეთ და წინსვლა გექნებათ აუცილებლად, აუცილებლად. აქ ახალი სიყვარულიც მოვა აუცილებლად თქვენთან. კიდე შეიძლება, კიდე პირად ცხოვრებაში რა იყოს, აი დაუშვათ, ნუ ახალი სიყვარული, ახალი გრძნობა, ხო? შეიძლება ვიღაცას აი ეკნება როგორი მომენტი, თუ ელოდებით თქვენ დაუშვათ წასვლას იმაში, რა ქვია, ნუ სადღაც მიდიხარ, სადღაც წასვლა გინდათ, არა მე მგონი არ გამოგვიოჩენ, მოკლე გაშლა, всё. იქ მე სხვა ვიდეოს დავდებ. ანუ ესე იგი აქ როგორი თემა არის, იცით? ესე იგი თქვენ შეიძლება იყავით თქვათ მივლინებაში, ან იყავით წასული თქვათ ახლა, ნუ იმიგრანტი ხართ, შეიძლება თქვათ, აქ არის ორი ვარიანტი. ან თქვენ წახვალთ, თქვენ შვილებს თქვათ ნახავთ, ხო, გექნებათ ამის საშუალება. ან ნუ თქვათ აქ შეიძლება ფულის გამო ნერვიულობთ, რომ ფული არ მაქვს, რომ წავიდე ბავშვები მომენატრან ვნახო თქვათ, ხო? მაგრამ ან ბავშვები ჩამოვა, თუ ბავშვს ელოდებით, ბავშვი ჩამოვა. თქვენ შეიძლება არ იცით ეს სიტუაცია როგორ იქნება რანაირად, მაგრამ აუცილებლად თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ თქვათ ბავშვი ნახოთ. ნუ აი თუ დაუშვ. კიდე შეიძლება თქვენ ბავშვს გაგზავნა, გინდათ თქვათ სასწავლებლად, ხო, სადღაც და ნერვიულობთ, თქვათ მაგაზეც არის აქ ეს თემა. არ ენერგიულობთ, შემიძლია გითხრათ, რომ გამოგივათ აუცილებლად, ეს მომენტიც გამოგივათ აუცილებლად. ნახეთ როგორ გეხმარებათ თქვენ სამყარო. ყველა ვარიანტში ფული მაგისტრის შემოვა სამსახურისას იპოვით და გეყოფათ ყველაფრისთვის, რისთვისაც გჭირდებათ თქვენ თანხები. აქ შემოდის კარგი დიდი თანხები თქვენთან. ნუ აქ ნახეთ ტრანსფორმაციაც გაიარეთ, აქ არჩევანი რაღაც სწორი გააკეთეთ. აი თუ გამოხვალთ თქვენ ამ სიტუაციიდან, როგორც მე გითხარი მგლოვიარების სიტუაციაზე. всё, დაასრულეთ ყველაფერი, დამშვიდეთ. და ნამდვილად სიტუაცია თქვენი შეიცვლება, всё, აღარ გინდა თქვენი ტრანსფორმაციები დამთავრდა. ეხლა იწყება ახალი თქვენი ცხოვრება, მორჩა. ყველანაირი ბრძოლები აქედან მიდის, всё. აი ნახეთ როგორი ისი ვარსკვლავი, აქაც ვარსკვლავითაც აი მართლა დავასრულებ რა. ნამდვილად თქვენი ახალი გზა, ახალი, აი აქ ვარსკვლავი კიდე ერთი იქნება და გამოდიხართ. გოგოებო, ნუ ბიჭებო, ციცოდეთ რომ ყველაფერი თქვენს ხელში არის. თქვენ თვითონ თუ თქვენ თავს არ მოერევეთ და იჯდებით ენერგიაში, სადაც მეგლობიერ, ბიჭებო, თქვენთვის ახლა საერთოდ ეს პოზიცია არც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თქვენ თუ გინდა თქვენ კაცები ხართ, ხო და კაცმა უნდა იმოქმედოს და არ უნდა ეს ჩვენ შეგვიძლია ცოტა რაღაც ვიტიროთ და ვიგლოვიაროთ. თქვენთვის ახლა არის თქვენ ხართ ქმედება. თქვენ უნდა იმოქმედოთ და თქვენ თუ დაუშვოთ ახლა ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ თქვენ თქვათ საყვარელი გოგოს თქვა დაუშვოთ, შეიძლება დაბლოკილი ყავთ, მაგრამ მოძებნეთ სხვა გზები თქვა და გახსენეთ ეს ბლოკები, ნახავთ. ნუ მოდით ბარემ კიდე ხა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ქმედება, თქვენი ქმედება სხვათა შორის, აი თუნდაც გოგოს არ უნდა სიტყვაზე, ხო? ნახეთ როგორი ის ნერვიულობა აქ შეიცვლება, შეხედეთ, ნახეთ. დამთავრდება გოგოება, ნახეთ, всё, თქვენი მტკივნეული პროგრამებიდან გამოდიხარ. ანუ თუ თუნდაც ახლა გავუშვათ გოგო თქვენ გეშინიათ რომ არ მიმიღებს, აი მე ვიცი რომ თქვენი ეგო ახლა როგორი მუშაობს რა. სინჯეთ, იმიტომ რომ თქვენი ნებისმიერი ქმედება, ნუ პოზიტიური რასაც თქვათ, ის ახლა მაინც უფრო პლუსზე ჩაგეწერებათ, ვიდრე თქვათ სულ არაფერი არ გააკეთა. მიხვდეთ რომ აი, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან ვეცადე და თქვენ თუ ძიხართ და ელოდებით რომ როდეს თქვათ თვითონ მომწეროს, ნუ იცოდეთ რომ ეს იქნება ძალიან დიდი აი სისულელე მაბადეეთ, რომ
ყველა გოგო არ არის ესეთი, რომ შენ ახლა მოგწეროს, ან შეიძლება აღარ არის უკვე ისეთი გოგო, რომელიც ახლა მოგწერს და შეგეხვეწება ძალიან აქტოთ. ნუ ჩემ არხზე ყოველ შემთხვევაში ესეთი გოგოები მოდიან. ნუ გვერდხები დედოფალი, რას მოგწერს, გეხვეწები რა. აი რას მოგწერს? მოკლავს უფრო ამ ყველაფერს, ვიდრე მოგწერს. და ეს არ არის ამ ფარკავნება. უბრალოდ ახლა აქ გოგოები ჩემ არხზე, ვინც არიან, სულ იზრდებიან და მშვენივრად კარგად ხვდებიან, რომ თავისი თავი უნდა გიყვარდეს, თუ გინდა რომ თქვა სხვას უყვარდე რა. იმიტომ რომ შენ უნდა იყო კარგად, შენ უნდა იყოს სრულყოფილი, თუ გინდა რომ იყოს დაუშვათ ახლა, ნუ შენი დაფასებული რო იყოს ხვებისგან, ხომ ასე? კი ბატონო. ამიტომ აქ შეხედეთ როგორი სიტუაცია გვაქვს, გოგო, თქვენი ცხოვრება იცრება, ნუ გამოდიხართ რა აქედან. კი. აი ყველაფერი ნახეთ რა ხდება. თუ იყავი მიჯაჭვული, ხო? თუ იყავი აი ნერვები მოშლილი, ხო? გადის ეს სიტუაცია. აი აქ ნახეთ, მთავრდება თქვენი ეს ნერვიულობა და გამოდიხართ ნახეთ რა კაი არკანში, იმიტომ რომ თქვენ აი რაზეც ვილაპარაკეთ, თქვენი თვით შეფასება აამაღლე და თქვენი თავი აირჩიე და იმიტომ სამყარო გიგზავნის თქვენ წინსვლას, ძალიან მაგარ წინსვლას. აი ეს არის თქვენი პირადი ცხოვრება. ეს არის თქვენი პირადი ცხოვრება, კარგი, ბედნიერი, მშვენიერი, როცა უკვე რაც არ არის, თქვენი ის სირთულები, ეს ყველაფერი მიდის, იმიტომ რომ თქვენ კვეთილები უკვე დაასრულეთ, გაიგეთ, თქვენ მიხვიდეთ თქვენს ისე რა ქვია, სრულყოფილამდე და აგერ სამყარო გიგზავნის თქვენს ჩქარობს თქვენთან უკვე ადამიანი, რომელიც თქვენია, სხვა ადამიანი მოდის, რომელიც აი სუმალე და ეს ადამიანი ყველა ვარიანტში თქვენ გულის ტკივილიდან გამოგიყვანთ, გაიგეთ, ნუ ვიღაც მე ვკითხე ვის მეშვეობით და აი ნამდვილად ცოტაც დაელოდეთ, ნამდვილად ვიღაცა გითვალთვალებს უიჭველი და ნამდვილად აი სულ მალე შემოვა ვიღაც ადამიანი, რომლის მეშვეობით თქვენ მიხვდებით თქვენი ფასი, აი როგორი რამდენად მე ძვირფასი ვარ, რამდენად მე მნიშვნელოვანი ვარ, აი ეს არის ზუსტად დაელოდეთ. ნუ ვიღაცასთან ვინც გული გათკინათ ისეთ შემოვარდება უცბად, მაგრამ როგორც შემოვარდება, ისე გამოვარდება, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი კი იქნება, თქვენ მაგას მიიღებთ თუ არა. იმიტომ რომ აქ არის პატარა პროცენტი, რომ შეიძლება ზოგადად შეიცვალა. ვთქვათ რაღაცა, ნუ რომ თქვენ შეიცვალეთ და შეიძლება, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ აქ საგვარეულო გიგზავნით თქვენ რაღაც ახალ ადამიანს. თუნდაც ის ადამიანი, ვინც გული გათკინა, ისიც შეიძლება გამოჩნდეს აქ. ნუ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მიიღოთ თუ არა მიიღოთ. всё ჩემო სიხარულებო, მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას, წინსვლას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.